პაკა და მუსიკით შემოდის იქ. ლალო ძალიან ის არის. გამარჯობა, ჩაწერილზე ვართ უკვე. უკვე? ჯიმი და ნიკო, განკითხვის დღე. გოჩა ყავს აქ, დამსრეთ. გოჩა გვანიშნებს რომ არ იჩქაროთო ჯერო, მაგრამ აინც მივესალმოთ გოჩასაც. რატო არ უნდა მე. ცოტა ფეხბურთის კომენტატორის ხმა გქონდა, ხა იცი? მაინც მივესალმოთ გოჩასაც, რაღაც იცი რა მიფიქრია ეს ფეხბურთის კომენტატორობა რამხელა შარი არის საქართველოში. ხვდება ხოლმე გაღიზიანებული ჩემი ფრენდებიც, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ფეხბურთში სიტყვა ეთქვით და ეგეთი ხო ზოგადად ბევრი არის, მართლა რომ ეთქმის, ისეთიც ბევრი არის და როგონია რომ ეთქმის, ისეთი ხო საერთოდ და ძალიან ემოციურად რო განიკითხავენ ამ კომენტატორებს. რავი, მე არ მაღიზიანებს, არის რა, რაღაცა ხო, აი ვერ ვიტყვი რომ რომელიღაც აი ცუდი კომენტატორების იმიჯი რომლებსაც აქვს, აი საყოველთაო ის რო არის კონსენსუსი იმათი მოსმენაც კი შემიძლია. ხო და თვითონ ეს ხელობა რართული არის, იმიტომ რომ ყველას აქვს ამ ამბავში კომპეტენცია და აი არ არსებობს რომ რამე პრეტენზია არ წამოაყენონ. ნიკო, ცუდი ამბავი გვაქვს ამ ფეხბურთზე. ჩვენ როგორც ბოსნიის გულშემატკივრები დავმარცხდით. ხო, დილას ვნახე, ანუ თამაში არ მინახავს, იმიტომ რომ რატო უნდა მენახავ? ხო, არა უშავს, მაინც ოპტიმიზმი მოვიკრიბოთ, ოპტიმიზმის ნამსხვრევი და სარაევოს ქუჩებზეც, ანუ ჩვენს ქუჩაზეც იქნება გაზაფხული. კონგოს დამარცხება როგორ გადაიტანა? ვიცოდი რომ გულშემატკივრობდი დემოკრატიულ რესპუბლიკას. როგორც ეს დემოკრატიული რესპუბლიკა, ვისაც ქვია ხოლმე, ძალიან ნაკლები დემოკრატიულია თავის შინაარსზე. მარტო ჩვენ ვიყავით გამონაკლისი ნიკო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მართლა დემოკრატია. ის თავის დროზე როცა. რატო ჩინეთის სახალხო, აი სახალხო არის, კორეის დემოკრატიული, არა კორეას აქვს, არა დემოკრატიული. დემოკრატთა შორის ყველაზე დიდ დემოკრატებს ხო. ხო, ნიკო, დიდი გუნდები რო დამარცხდა და ევროპული გუნდები დამარცხდნენ, გერმანია გამოვარდა მოგეხსენება. ხო, არ არის პატარა ამბავი, ჰოლანდია გამოვარდა. იმ დღეს ჩემშვილებსაც ვეუბნებოდი, ინგლისის გამოვარდეს არ მეშინოდა, მაგას უყურებდი და ვაგებდი და კი იყო შანსი, მაგრამ ტკიბზე იყო რა. ტკიბზე იყო, მაგრამ ნუ უნდა გაეტანათ ის გოლ, ანუ ისეთი უპირატესობა ჰქონდათ, რომ არა ჰარიკეინი. ნუ ახლა რომ არა საუკეთესო. და რისი გვავიდა ჩემს ბავშვობაში, სიყმაწვილეში ასე ვთქვათ, ხო? აი არანაირი შანსი არ ქონდა ამ დიდ გუნდებთან, ნუ ეს სამხრეთ ამერიკის და ევროპის დიდ გუნდებთან, სხვა ყველა გუნდის რაღაც გოლი, ფრეთნა თამაშები სენსაციად ხდებოდა და რაღაცა და აი მე ნელ-ნელა წამოვიდა და ნუ დიდი ალბათ დამსახურება ამ ამბავში ის არის რომ საზღვრები გაიხსნა და ამ დიდი ქვეყნების, საფეხბურთო ქვეყნების, ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატებზე ხდებიან, რა ვიცი, სხვა ქვეყნების. ეგეც არის, მაგრამ როცა კონგოს რა საზღვრები გაიხსნა, რომ კარგად თამაშობს, იმის თქმა მინდა, რომ ინგლისი ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს და ხო, მაგრამ კონგოელი ფეხბურთელები ხო თამაშობენ ნორმალურ გუნდებში და ეს ფიზიკურად ძლიერები არიან, საერთოდ როგორ შეიცვალა ეს ფეხბურთელის გარეგნობა, ხო? აი ბრაზილიელებსაც რო ადრე მაინც ნუ ცოტა უფრო ესეთი ჩადგმული კუნთა რაღაც ეგეთი. ახლა რო შეხედა, რავი, კალათბურთელი, აი თან ჩვეულებრივი კალათბურთელი კი არა, ალბათ ეს იმის NBA-ის ტიპები რა, ათლეტები ძალიან დიდი. რობერტო კარლოსი ხა აღარ იქნებოდა. ხო, არა, ეგეთები არიან, ნუ ახლა ყველანაირი ფიზიკური მონაცემის ტიპები არიან, მაგრამ ნუ აი თვალშისაცემი არის, რომ ძალიან მაღლები და ეს ათლეტურები არიან ყველანი. ბრაზილიასაც იცი რა არის, ჩავერთე ხო, მაგრამ თან რა არის? ახლა პლეი-ოფები არის, უფრო გაფილტრული არის და ახლა მაინც ღამეს ვერ უთენებ რა, ახლა 2 საათზე და იმაზე, ნუ არც ჯანმრთელობა აღარ არის, არც ხალისი აღარ არის. აი ბრაზილიაზეც ვინერვიულე ჩემო. ბრაზილიაზე მე დარწმუნებული ვიყავი, რომ წააგებდნენ. ხო, პირველი ტაიმი იყო ძალიან ეგეთი იაპონური და საყოველთაო როგორი ისაკ. ის რიცი რა არის, მე ვფიქრობ მაინც ცველს რატო ქონდა ეგეთი თავდაჯერება და რაღაცა იქ ცოტა სხვანაირად რო ეთამაშა, უკვე დამატებითი დრო იყო ის, ხო, კომპენსირებულ დროში იყო და ცველმა რატომღაც გადაწყვიტა იქ საჯარიმო სიახლოვეში აი ბურთი დაეტოვებია და არ მოეშორებია. ალბათ მას მე ყოველ ღამეს ძილის წინ გადაგდე. ძალიან ძნელია, იცი ჩვენ ახლა მაინც უყურებთ ესეთ ერთი თამაში, ორი თამაში, 10 თამაში და იმის ცხოვრებაში ეგ თამაშია, ხო, მთავარი და დარჩა და როგორი გადასატანია ეგეთი მომენტები ამ პენალტს რო არ ტყავდა რაღაც იგიჟეს აკეთებ რო აცილებს საერთოდ ის რა იყო პენალტს რო აცილებდნენ სულ ყველანი ეგ ჰოლანდიეს ხო რაღაც წარმოუდგენელი ის იყო ამდენი ძელი ხო
მე ჰოლანდიისთვის როგორც ინგლისურად ყვენ on brand არის ხშირად ემართებოდ ხოლმე მსგავსი რაღაცა. ხო, მაგრამ იცი, აი მე ინგლისზე შერუამობ რომ ეჭვი არ მეპარებოდა და გავიდო და ინგლისაც ხო ეს ისა აქვს რა რაღაც ესე შექსპირის წნეხის ქვეშ არიან მოგებას და გამარჯვებას, რავი, რატომღაც ურჩევნიათ რომ დრამა დადგან და რაღაც ისეთნაირად დამარცხდნენ რომ გული გაგისკდეს. ხო, ეგ ჩვევიათ ხოლმე. მე ცოტა მომიკეთ და გულე წინაზე რასაც ვლაპარაკობდით რომ მრავალფეროვანი სხვა გუნდები რო არიან და რაღაცა ეხა უფრო მისწორდება ვიდრე ერთი კვირის წინ. ხო, კი. არის ძალიან სწორი იყო და ეს ფორმატია შესანარჩუნებელი, მაგრამ ამ წუთას არ მაწუხებს ერთ-ერთი წესი ერთ დროს რო იყოს თამაშები. ხო, და კიდე რა არის თვალშისაცემი ამ ჩემპიონატზე, იცი? აი ეს რაღაც გულშემატკივრობის კულტურაც თუ ესთეტიკაც არის შეცვლილი. წინა ჩემპიონატებზე არ ვიცი ზუსტად რა ხა მე ხო არა ვარ ესეთი ფეხბურთის ცოდნე რო იციან ხოლმე რომ დაიწყებენ და ეს იყო 92 წლის აი ამ ქალაქში იმ ესე არა ვარ მაგრამ აი ეს ვუვუზელების ის რო შემოვიდა რომ არაფერი აი კომენტატორს რო უჭირდა ხმის მოწვდენა ხო ეგ აღარ არის რაღაც უფრო ის არის და თან ჩანს რომ შერეულებიც არიან რა ეს მოთამაშე ქვეყნების გულშემატკივრები და მე მგონი იმენა მხოლოდ სამხრეთ აფრიკული კონტი იყო ვუვუზელა სხვაგან ხომანდი იყო არა ახლა კი იმაზე ჩვეულებრივ ჩემპიონატებზეც აქვს ხოლმე ახლა მე ბავშვების კალათბურთზე რო დავდიოდი იქ დარბაზებში ჩემოაქვს და ეგ რაც შემოვიდა აი ტვინი წაიღო რა არავის კულტურას არ ვახარ ვერ დაელაპარაკები ვიღაცასთან ეგეთი უაზრო ინსტრუმენტი არ არსებობს რაც ერთ ხმას უშვებს და მეტი არაფერს არ აკეთებს რამდენი უკეთ საყვირებით კიდე რაღაცა აღარაფერს ვამბობ იმას ნიკო რომ იქ ტრიბუნებზე ერთმანეთს არ ხოცავენ და არ ცემენ და სკამებს არ ამტრევენ და არ ურტყავენ თავში და რაღაცა ეგ კარგია მე ვესალმები მაგას ნამდვილად ხო ეს კულტურა ტრანსფორმებით ჩვენი პარლამენტის ჩვენი პარლამენტი უყურე მაგ იმას ჩხუბს ეს იყო აი მე ახლა ასაკით პატარა არა ვარ და ეს პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი წელი არის მიწევს ყურება ხო აი პოლიტიკური პროცესების და ნუ პარლამენტში ახლა კი მოკვდა ეს პროცესები პოლიტიკური პროცესები პოლიტიკა პარლამენტში აღარ კეთდება მაგრამ ისე არ კეთდება როგორც უნდა კეთდებოდეს მაგრამ ხა ჩხუბებიც სულ ყველა მოწვევის პარლამენტში იყო ჩხუბი მაგრამ ეს იყო თვისებრივად განსხვავებული რატო რა განასხვავებდა თვისებრივად აქ არ იყო აი ჩხუბი რო ატყდება და უცბად გაბრას და 1 2 ან 4 ადამიანი და ეცნენ ერთმანეთს და გაშველებას ცდილობენ და რაღაცნაირად თვითონაც ნუ წაიჩხუბეს გაარტყეს შეაგინეს რაღაცა და დაწყნა ეს იყო განგრძობითი და თვითონ ხელსაც როგორ იქნება აი მაგალითად ის გორდულაძე როგორ ჩხუბობდა აი მოკლე მოძრაობებით ის ერთხელ ამერიკაში რო არის იქ ატრია ნუდლს იქ ქუჩაში ძმაკაც რომ მოუკლავენ და იქ ხო მოკლავს ამებას მკვლელს და მე პოლიციელს რო ურტყავს ეს მოკლე მოძრაობები რაღაც ესეთ მოძრაობებს აკეთებდა ანუ ეს არ იყო რომ ეს ჰალსტუხიანი რაღაც ესეთი პიჯაკიანი პოლიტიკის მკეთებელი სრულიად უცხო გარემოს ესთეტიკას რო იყენებენ ამ თავის ურთიერთობების გარკვევაში. ანუ ხო არ იყვნენ ესენი არც მოკრივეები, არც მოჭიდავეები, როგორ ვთქვა, იყო იქ ერთი მოჭი. ხო, ქუჩის ბიჭები ხო არ იყვნენ, რომ აი რაღაცნაირად არ დამთავრდეს და სადღაც მოიმწყდნიონ და ჩაუკეტონ და ჩაქოლონ და რაღაც. აი ესე ჩხუბობდნენ. რას მოყვა ჩხუბეჭი? ჩხუბი მოყვა ის სამთავრობო საათი იყო, წლის შემაჯამებელი გამოსვლა ჰქონდა კობახიძეს და იქ ხო ერთადერთი ოპოზიციური ეს გახარიას პარტიის წევრები არიან, რამოდენიმე ერთეული. 10-მდე კაცი არის დაახლოებით. ხო და ნუ ახლა ბუნებრივი არის თან ხო გვახსოვს როგორ შევიდნენ, რომ დიდი ხვეწნა მუდარა იყო და რაღაცნაირად ის რომ შესულიყვნენ და სიებს არ იმაშვებოდნენ, მოკლედ ხელი შეუწყეს და შესულიყვნენ და ახლა იქ ოპოზიცია რო არის და ოპოზიცია რო ქვია, ბუნებრივია გაგაკრიტიკებს და ნუ იყო კრიტიკა, ეს ფრაქციის თავმჯდომარე ეს შარაშიძე თუ შარაშენიძე, ბოდიში შეიძლება მერევა, ხო მოკლედ ესე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა და ამას შეყვნენ. და ძირითადად ის იყო რომ ამ არ ახარ პრემიერ-მინისტრი და ნუ პრემიერ-მინისტრად რო იმაშვები, ყველა ვნახეთ როგორი პრემიერ-მინისტრიც ხარ, ალიევი რო იყო ჩამოსული ესე და მოკლედ ჩვეულებრივი რასაც ოპოზიცია აკეთებს ხოლმე, ისეთი ის იყო რა. დედახვალ შეაგინა.
იცი რა არის მე იყო ისა მაგის გარჩევა როგორც წესი ეგ არის არის ხო იმიტომ რომ მანანა ყობახიძემ რაც თქვა იმის მერე ყველაზე წონადი არგუმენტი არის და მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ეს უნდა დაკანონდეს და ლეგიტიმაცია მიეცეს რომელიღაც კოდექსში უნდა შეიტანონ ეს როგორც ესე იგი სრულიად პასუხისგებლობის მომხსნელი მიზეზი რომ ესე იგი დედა თუ შეაგინა დამთავრებული ამბავია ძალიან სასაცილოა ხოლმე ისა ეს იყო პროვოკაციაზე წამოკიდების მცდელობა რით ვერ გამოიმუშავეს ამ ქართულმა პოლიტიკოსებმა პროვოკაციის იმუნიტეტი რომ აი რომ მიხვდე რომ პროვოკაციასაც აწყობენ და არ წამოეგო ამ პროვოკაციას ან როგორ შეიძლება რომ ეს იყოს ყოველჯერზე ის გამამართლებელი ამბავი ხო შეიძლება მიხვდე რომ პროვოკაციას გიწყობენ და არ წამოეგო აი რაღაცნაირად ხო და მოკლედ ესეთ ის იყო იჩხუბეს სიტყვაზე ან გალანძღეს ერთმანეთი რაც არ არის ასევე კარგი საყურებელი და მოსაწონი ამბავი მაგრამ აი ესე დაუსრულებელი რაღაცნაირად ყველა მონაწილეობა ეს სხვათა შორის მთელი სერიოზული ამბავი არის რომ არანაირი აუცილებლობა არ არის როდესაც სიტყვაზე 20 კაცი 10 კაცს ცემს ან 30 კაცი 10 კაცს ცემს აი კიდე დაემატონ ვიღაცეები ხო რაღაც ანუ გამოხატონ თავიანთი აგრესია ვიღაცის დასანახად ხო აი ესეც ის არის განსხვავებული ამბავი არის ხო შეიძლება სიტყვაზე ხედავ რომ შენიანი 50 კაცი 10 კაცს ცემს და 51 მიხვიდე და არ გააკეთოთ ეს ანუ ხო არ ვიცი მე რა ეშველება ამ ამბავს ის მანდატურებით ცოტა შემეწოდა იმიტომ რომ მანდატურები ჩემდა გასაკვირად იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ყველა სახელმწიფო სამსახურზე უკვე ეჭვი შეგეპარება რომ რამდენად მიკერძოებული თუ მიუკერძოებლები არიან და ძალიან გულსამაჩუყებელი იყო ხო თან ესეთი სტრატეგიული პოზიციები და სიმაღლეები დაიკავეს სამ იმის და ოცნების ხალხმა და ზემოდან ურტყავდნენ და ეს ხელებს რო აფარებენ ეს მანდატურები არიან ხო იმიტომ რომ ზეითად და თავის თანაფრაქციელები და ეს რაღაც ცდილობენ იყო თან როგორ იცი ხო გეუბნები თმაში ჩაფრენის მცდელობა და რაღაც სახის მოფხოჭნის და რაღაც აი ცუდი საყურებელი იყო ძალიან მე გუშინ მოვკარი თვალი მამუკა მდინარაძემ თქვა რომ აბა მე რომ მირტყავა ალეკვალისაშვილმა და რომ გიხაროდა თუ ეკო კაი იყო იცი რა არის ხო თქვენო ისახართო ფარისევლებიო იმიტომ რომ მე რომ მოვხდაო ხელიო ამბობდით რომ მოსულაო რა კარგიაო და ეხლა იცი რა არის ხო მაგრამ მე ხო თვითონ ისაქნეს ეგ ბაგის მოახდინეს ისა კრიმინალიზაცია და აი ეგეთი საქციელის გამო უკვე სისხლის სამართლებლის პასუხისგებლობა არის. კაცო ჩვენ რას გვეუბნება თუ მაშინ ის დასაჯონ ესენი ხო? რატო გვეუბნება? და თან მე იცი რა არის ერთი სხვა ამბავი არის, როდესაც ერთი 100-ის წინააღმდეგ ილაშქრებს ამან კი დაარტყა მამუკა მდინარაძეს და არ იყო ეს მოსაწონი ამბავი, მაგრამ იმან რომ დაარტყა, ეს ხო არ იფიქრა რომ ეს 100 კაცი ახლა ჩემ ხარეს დადგება და ისინი ვინც ახლა წინააღმდეგობას და ხო იფიქრა რომ იმდენად გამწარებული იყო და იქო გაილახა, ანუ ის იყო იცოდა, ალეკოელაზე მიდიოდა მაგ შემთხვევაში. ვის მეტი მოხდა ახლა? ალეკოელისაშვილს მეტი მოხდა თუ მამუკა მდინარაძეს მეტი მოხდა და აქ სხვა სურათი დადგა, ხო. ხო არ ვიცი თვითონვე წერენ ამ კანონებს და მე ჩემი პასუხი მაგაზე იყო დინარაძის რომ ოღონდ რამეზე პასუხისგებლობა არა იყო და ეს არ დაიძახონ რომ აბა მანამდე კაი იყო ძირითადად ყველაფერზე პასუხია რომ აბა მანამდე კაი იყო მანამდე აქამდენაცები იყვნენ მაგრამ ეხლა დაუგროვდათ რომ ეხლა თუნდაც ღარიბაშვილს შეაწმინდავენ ხოლმე თუნდაც კახარიას აღარ დამთავრდა ეს მანამდე ვინ იყვნენ მათ შორის როდესაც თვითონ იყვნენ უკვე კაი ხანია ხო ასევე ცუდი სანახავი იყო ამ ორი გოლიათის ისა გარჯა ორი ოლიმპიური ჩემპიონის პეტრიაშვილის და ლაშა ტალახაძის. ლაშა ტალახაძე მაინც რა ვიცი ხო რაღაც სხვა პასუხისგებლობა მართლა გოლიათი ხარ და აი დაიყვირე მაინც რომ რასაკეთებთ რაღაც ის მივიდა და ამან უცბად მოასწრო დაასწრო სხვებს და წარმატებული ორი გარტყმა გააკეთა. მე მგონი იფიქრა რომ ძლივს ჩემი შესაძლებლობით გამოვლენის შესაძლებლობა მაქვს კი არა და საშუალება მაქვს ის გამომივიდა. სიტყვის გამეორება რომ რაღაც გამართლა თავის არსებობა იქ. ხო თავიდან ვიფიქრე პეტრიაშვილი ვერ დავინახე მაგრამ პეტრიაშვილი უფრო კარისკენ ის აი ის ჩახერგა იქით რაღაც და იქიდან
მეორე ფრონტი გახსნა. ყველას თუ სიამოვნო კადრები იყო მე ახალგაზრდულ ყრილობაზე. იცი რა არის? სოტნე ივანიშვილი ამბობდა რომ მეც ვარ მესიამოვნაო და მამაჩემს. თვითონაც რაღაც ბოდიში მოიხადეს და ის მაგრამ იცი რა არის? არ გჯერა ეგ რომ გულწრფელი ბოდიშის მოხდა არის, ხო? ისევ და ისევ აი იმას რომ დაუბრუნდეთ გორში პოლიციელებმა როცემეს მოქალაქე და მე წულუკიანის რეაქცია რო იყო რაღაც ისეთი დაბეჭდილება გჭირდება რომ ნანობენ იმას რომ აი ეს ყველამ ნახა თორე თვითონ თავისთავად ეს ფაქტი დარწმუნებული ვარ იგივე სიტუაცია რო გამეორდეს და ჩათვალონ რომ აი ეს ოპოზიცია არასწორად იქცევა პროვოკაცია მოუწყონ ხო ისევ წამოეგებიან ამ პროვოკაციას და ისევ დატკეპნიან ხო და თან საერთოდ აი პროვოკაცია მომიწყვეს და მე წამოვეგე რაღაცაა ცუდი არგუმენტი არის იცი ეს რანაირად გამართლებს ხო აი იცი რა არის თავის გამართლება შეიძლება მე პროვოკაციას მიწყობდნენ მაგრამ რა ვერ წამომადგენს ხო ეგრე არის დიდი სიამოვნებით წამოეგებიან ხოლმე რეალურად არის პროვოკაციას გარუწყობდნენ ცხადია და იმათ ნარატივს ვიმეორებთ ახლა ორივე იმიტომ რომ არ იყო პროვოკაცია მაგრამ რაღაცა თქვა ეს ამათ ჭუბი დაიწყეს და აი შენი ბრალია რომ მე ძალადობა გამოვიყენო აქ კიდე ნიკო თვისებრივად ახალი რა იყო იცი სპიკერატი ხელმძღვანელობა ან სხდომა ვისაც მიყავდა ხო პარლამენტის თავმჯდომარე და ის ესეთი რაღაც სფინქსის მდუმარებით და მოთმინებით ელოდა ამ პროცესების დასრულებას რა ამათ დაჩეჩქვას თორე იქ არის ხონდა ეთქოთ რომ კოლეგებო ხოთ თავი შევიკავოთ ცემისგან კოლეგებო არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა ეჭვის ქვეშ ვინ გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში რომ არ იყო ხო და არათანაბარი ბრძოლა იყო ხო არ ვიცი ნუ რა ხო რაღაცნაირად ხო უნდა ფორმალურად მაინც ან აფერისტულად მაინც ხო უნდა თქვა რომ რასაკეთებთ ეს არეკადრება არ მკედლებს პატრიარქი წვიქ იყო და პატრიარქის თვალწინ ხო მოხდა ეს ამბავი ხო რაც ეს არის მაზალოა მაგრამ ეს იმ სიტუაციას მაინც ჯობია რომ იქიდან მაინც ხო ის არის ამაღლებული ადგილი არის გადმოხურებს სპიკერი და რო ეთქვა რომ ის იმას არ დააკლდეს ამას მითითებებს რა აძლევდა იცი რა ვიცი ხა მე უბანში მდგარი რაღაცა ის არა მაგრამ როგორც უძე ხე თუ ჭუბია და მგდელი გამოიოს პატრიარქს არ არის ლაპარაკი მგდელი თუ იქნება ტიპები გაჩერდებიან რომ მაინც რაღაც პატივისცენ ანაფორას და პატრიარქი რო იყოს ხო საერთოდ არ იჭუბებდნენ ასე რომ ხო რა არ ვიცი მე თუმეტეს კამერებიც გიყურებს ყველაფერიც არ იყო ამაზე რაც შეეხება რაც არ იყო ამაზე კიდე იყო ახალგაზრდული ქართული ოცნების ახალგაზრდული ღვთის შეკრება რომელიც მე მხოლოდ ჩვენი რა თქვენი იქიდან ვნახე სულ სალომე ჩადმელის სიუჟეტიდან კი ჩვენ რაღაც ხალხი ორწუთიანი სიუჟეტი იყო და მე ეხ სალომე ამბობდა რომ ისინი ჩიოდნენ რომ მომზადებელს დაგვატყდა თავზე სალომე და კითხვები დაგვისვა ძალიან რთულია რომლის კითხვაც იყო რომ რავი რა გინდა ცხოვრებაში რომ გააკეთო და ხო არ ვიცი მე ვფიქრობ რომ იცი რა არის ორი წუთით მოყევი რაზე ლაპარაკობთ მაინც რომ ხო ისედაც თუ რომელიმე ტელევიზიას უყურებენ ნებისმიერს ან ოპოზიციურს ან სახელმწიფოს შეამჩნევდნენ რომ პერიოდულად ვარლამ ლიპარტენიანი ასევე მოჭიდავე და ის რომელსაც ჩააბარეს ამ ქართულ ოცნებაში ახალგაზრდული ფრთა პერიოდულად შეხვედრებს აკეთებენ რეგიონებში სადაც გამოჩნდება ხოლმე ამ იმაზე ხალხმრავალ ღონისძიებაზე როგორც წესი დარბაზში ცოტნე ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი. და ნუ აქვთ და კითხვა პასუხი და იქ რაღაც ის არის რომ ხანდახან გაიჟღერებს ისე როდის დასრულდება ეს დაპირისპირება და რა გავკეთდეს და ახალგაზრდების როლი და მონაწილეობა პოლიტიკაში და ასე შემდეგ და ნუ და ახლა ბოლოს იყო თბილისში რაღაცნაირად შემაჯამებელივით. თავისუფლების მოედანზე პარაგრაფია ხო სასტუმრო აი იქა და ნუ ესეთი ღონისძიება იყო მასშტაბური, სადაც მიწვეული იყვნენ ახალგაზრდები და ასევე ისევ ცოტნე ივანიშვილი. ხო და ნუ იქ იყო ჩვენი კორესპონდენტიც მისული და სადაც ჩაწერა მონაწილეებიც, ეს ცოტნეც, ბევრი. გოგოც, ბიჭიც. და მე იყო აწყობილი ხო და აქ ვიცი რა არის, თვალში საცემი იყო თვითონ ეს ისა, აი რაღაცნაირად, როდესაც პარტიული დღის წესრიგი გაქვს ახალგაზრდა ხარ თან ეს არ არის
იდეის გარშემო რაღაცა მართველი პარტია არის, ამდენი წელი არის, იმას ჭირდება მხარდამჭერები. ახლა ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად ახალგაზრდობაში მხარდაჭერის ნაკლებობა აქვს და რაღაცნაირად ეს ხალხი უნდა ჩართონ, რა გააქტიურონ, ახალგაზრდები დასჭირდათ, ხო და აქ როდესაც შენ არ ახარ ბოლომდე თავისუფალი, შენი იდეა არ არის თავისუფლებისათვის ბრძოლა, რაღაც აი ეს არის სახელისფლობო ძალის მხარდაჭერა. ამის ისევ და ისევ ჩვენი ხანდაზმულობის გამო დიდი გამოცდილება აქვს და ლამაზი სანახავი არავინ არ ყოფილა კომკავშირობიდან მოყოლებული, ყველა მართველი პარტია ვინც ყოლია, ხო? მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და ესენიც ახლა, ხო? ყველგან ახალგაზრდული არ არის. ეს იმიტომ რომ რაღაცნაირად, როდესაც ეს ბუნებრივი პროცესი არ არის, როდესაც ახალგაზრდა არ იბრძვის თავისუფლებისთვის, რაღაც ეგეთი მენტალური რევოლუციისთვის, რაღაც საზღვრების გაწევისთვის და იმებისთვის, ხო? არ არის ლამაზის სანახავი, ხო? რაღაც სხვის ხელში ხარ იარაღი და აი ძალიან ესეთი ის არის არ არის კარგი სანახავი და თვითონ რო შეხედავ, ახლა უკვე პროპაგანდისტული არხები ამას უფრო ესეთი მუხტით შეფუთავდნენ, რომ აი სამშობლოს გადამრჩენი და ახალ ესეც ითქვა, რომ აი პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახალგაზრდები, კაცო, ჩვენი მომავალი თაობა, ამათმა უნდა გადაიბარონ და ვის არა აქ ეს სიტყვები ნათქვამი, ხო და მოკლედ, აი როდესაც სარკეში ჩაგახედებენ ამას, ხო, მე შენც ხვდები, რომ ესე არ არის. ახლა ის დამახინჯებულ სარკეშის, გაკეთილშობილებულში, იმედი ალბათ ან სხვა რომ არ დავასახელოთ, სხვა ბევრი არხი როგორც გააშუქებდა ამ ბავშვს, ხო? ესე არ მოხდა და ამ იმის სიუჟეტის პერსონაჟებს ჰქონდათ რაღაც ისა არ ვიცი იმედგაცრუება ყველას ხო და რაღაც დაწერეს რომ აი დაგვიმონტაჟეს და ისე არანაირი დამონტაჟება კეთილსინდისიერად შავ მასალას ხوار ხო უბრალოდ ეგ არის რომ აი რაღაცნაირად არ არის შენი ბუნებრივი როლი, როდესაც რაღაც გამოდიხარ მართველი პარტიის რაღაც მხარდაჭერის და თან მართველი პარტიაც ხო ხედავთ ჩვენ არა როგორ იცვლის ამ თავის იდეოლოგიურ იმებს, ლოზუნგებს, მიმართულებებს იმის მიხედვით რა ამოცანები უდგება ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ხო? რო დაიწყეს იყვნენ რაღაც ესეთი მემარცხენე შრომის კანონმდებლობაზე იმაზე და მერე გაიარეს ყველა შესაძლებელი ის კონცეფცია მოსინჯეს, ხო და როდესაც ასეთი ძალის მხარდაჭერი ხარ, ხო? ხედავს ამ იმას ხელოვნურობას ყველა და რაღაცნაირად ბავშვი რო დიდი კაცის ან დიდი ქალის როლს თამაშობს, ხო? ესეც გავდნენ რაღაცნაირად, აი უცბად გუშინდელი ბავშვები სკოლას რო ამთავრებენ და იმისთვის ბანკეტისთვის რო ემზადებიან და თვალისთვის რო ცოტა ესეთი ის რო არის რა, უცნაური დასანახი რო არის, რომ ეს გუშინ ყვინჩილა ბიჭი და ვიჯაკი და ეს ბაბთან ეს ჩაცმული და ქალი გოგოები უკვე დიდი ქალის იმით ვარცხნილობით და ესეთი ფაშფაშაკებით და რაღაცები, აი ესენიც იყვნენ თითქოს აი ესეთი რაღაც ბანკეტზე საბანკეტოდ გამოწყობილი ხო ესეთი ხო და როთან რო ლაპარაკობენ იმიტომ რომ ეს მისი მათი ბუნებრივი სათქმელი და ტექსტი არ არის, ლაპარაკობენ ამ უფროსების ტექსტებით და რაღაცნაირად ეს სიყალბე აი გირტყავს რა სახეში და ხედავ ამ ამბავს და არ ვიცი, თვითონაც ხვდებოდნენ, იმიტომ რომ უმეტესობა ან უარს ამბობდა, ან სახელს და გვარს სხვათა შორის ეს ყმაწვილიც. მე წარმატებებს უსურვებ და რა ვიცი, თავის პოვნას უსურვებ ყველას, გინდა პოლიტიკაში იყოს, გინდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, არავინ მისი მტერი არ არის. უბრალოდ, რა ვიცი, ისეთ იმას სივრცეებს უნდა ეძებდი ადამიანი და ისეთ ადგილებს, სადაც შენ თავს იპოვი და შენს იმას სათქმელს ბუნებრივად გამოხატავ და არა სხვის სათქმელს იტყვი, ხო? ახლა უბრალოდ ეს იყო ვიღაცისთვის და მათთვის შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ არ ვიცი, იყო თუ ვიღაცამ უთხრა ან დაამუნათა რომ ეს რა არის, ეს არ გვაწყობს ჩვენ ეს, რატო მიეცი საერთოდ კომენტარი, რატო დაელაპარაკე თორე. აქ იყო სარკის ეფექტი ქონდა აქ. ხო, სარკის ეფექტი ქონდა. სხვაგან ალბათ, სხვანაირად ხო გვინახავს როგორ აკეთებენ, რა. ესეთი ამბავი იყო და თუ ვისაც აინტერესებს, რამდენად წესიერად და პატიოსნად იყო გაკეთებული, ჩვენს საიტზე რადიო თავისუფლება.ge ას მოძებნონ ავტორი სალომე ჭადუნელი და ისია მონო. გარეკანზე რას ნახავენ? თეთრ ყველა გადასვლა კარგი ვერ იქნება ჯი. რატო? რატომ შვენიერი გადასვლა არის? შვენიერი გადასვლაა, ნიკო. ხო, ქავერი რა ექნება, ხო, იმიტომ რომ
არ არის უნიშნელო ამბავი ნიკო, მე მგონი გუშინ იყო, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ყდის ამბები, ხო? გუშინ იყო, ხო თუ გუშინ იყო. გუშინ. მე ხა ტელევიზორს არ უყურებ, მაგრამ ამოჭერ Facebook-ზე გაზიარებული განათლების მინისტრის ინიციატივებზე. გივი მიქანაძე, რომელიც გაბადრული სახით, ეგეთი კმაყოფილი არ მინახავს არასდროს, ესე იჯდა. ჩვენო მოვიფიქრეთო ძალიან მაგარი რაღაცა ეროვნულობას გავამყარებთო გარეკანზეო დავიტანთო ქიმიის გარეკანზე იქნებაო ღვინის დაწურვაო იმიტომ რომ ეგო ქიმიასთან არის კავშირში ალბათ უფრო ფიზიკა ანუ ქიმიური პროცესებიც არის დუღილი და რაღაცა ხო ქიმიური არის მაგრამ იცი რა არის მოიცი იქნებაო ქართულზე იქნებაო ივანე ზოსიმეს წიგნიო გარეკანზე წიგნი როგორ იქნება ძალიან ვებხვის ტყავსანზეც ქონდა ორიოზე სიტყვა ნათქვამი ანუ ჯერ ერთი ძალიან კმაყოფილი იყო თავისთავად რომ ეს რა კაი რაღაცა მოვიფიქრე გაბადრული იყო რომ გარეკანზე რაღაცებს დავიტანო შიგნით რა იქნება წიგნი ანუ გარეკანი არავისთვის არ არის ეგეთი პრინციპული საკითხი ყველას გვისწავლია სახელმძღვანელოების გარეკანი არის ხოლმე რავი არის რა ერთი მეორე ბავშვებს ღვინის დაწურვის იმას ნუ დაუდებთ ქიმის ანუ არაჭიროა ხო ვიცით ღვინო ქართულია რაღაცა მაგრამ ლუცაცხდიანი ხო თაში და არაყით შეიძლება გამოხადო და არ არის აუცილებელი რომ სკოლაში ალკოჰოლის რეკლამა გააკეთო პირველ გვერდზე მაგაზე კანონები გვაქვს მიღებული მესამე ქიმიის სახელმძღვანელო არის ეროვნული თვითშეგნების ჩანერგვის ამბავი არ დარწმუნებული ვარ რომ ბარეური მაგარი ქიმიკოსი ყოლია მაგრამ არა მგონია რომ ქიმიკოსების სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ ჯგუფიდან გაჩნიავის შეხვდებით მაგრამ ნუ არ არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე რომ ქართველები ვართ ქიმია ჩვენი თამაშია და ვასწავლოთ როგორ წესდაღიგია ეს ვიღაც ქიმიკოსები და ეს თვითშეგნება თუ რა ვიცი ისტორიაში იყოს ლიტერატურაში იყოს რა არის სხვა სახელმძღვანელო ზუსტად მით უმეტეს რომ გარეკანზე რას დაიტან ამით ეროვნული თვითშეგნება არც გაიზრდება და არც შემცირდება მით უმეტეს რომ ღვინის გარეკანი ლამაზი უნდა იყოს და წაკითხვა უნდა მოგინდეს რა სისულელე იყოს ან მთელი ეს ამათი რეფორმა არის ესეთი რომ ეხლა გარეკანზე დავიტანთ და ეს ახალი თაობები რატო აღიზრდება რომ გარეკანზე რაღაცა გააკეთე? აი ეგ არის რა მაგის საქმეა, რა მექანიკის საქმეა გარეკანზე რა იქნება? რატო წყვეტენ რომ საჯაროს და იმას ერთი ის უნდა კონდეს და ახალ წესებს უგონებენ? ცდილობს რაღაც საქმე იყო აწყობილი ავკარგიანად სახელმძღვანელოები. ბევრი კრიტიკაც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ნუ იხვეწებოდა რა. და ეხლა ეს უნდა ქნან არ ვიცი მე ხო გეუბნები იქამდე არ მივიდნენ რომ არ იყო ზოგიერთი სახელმძღვანელო ცუდი მაგრამ აი საბჭოთა პერიოდის დროინდელი ეს მათემატიკის ფიზიკის და ქიმიის სახელმძღვანელოები არ დააბრუნონ მე ჩემს ბავშვობაში რომ ხო ვსწავლობ უღიმღამო ის იყო გაფორმებული ეს წიგნები ნუ შავ-თეთრი ესეთი ის და პირველად ის ჩემი სახლის მახლობლად გახსნეს ბიბლიოთეკა და იქ რომ მივედი რაღაც და უკვე ფიზიკა მათემატიკა მაინტერესებდა რაღაც წიგნი ხო ფიზიკის კლასგარესე საკითხავის იყო უცხოური არ იყო საბჭოთა კავშირში დაბეჭდილი და მაშინ აღმოაჩინე რომ წიგნი შეიძლება იყოს ესეთი გაფორმებული სახალისო რაღაც ფერადი რაღაც აი ცდების ილუსტრაციები რაღაც ის ხო აი აქ ახლა რაც შენ აღწერე რაც შენ მოყევი და რაც მინისმა თქვა აი როგორი რაღაცა იცი აი ქრესტომათეული მაგალითი არის ზედაპირული აი ზედაპირული როგორ იქნება და როგორ იქნება კანი ახლა უყურე როგორი რაღაც არის აი წავიკითხავ ხო წიგნის ყდებს თვითონ ციტატა მინისტრი წიგნის ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ქიმიის ბოდიში გაწყვეტინებ უფრო მხიარული და ისიც უნდა ხო შენ წაიკითხე წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულების მატარებელი ვიზუალები ანუ ის ენერგია უნდა ჩანდეს ის არ იყო რომ უბრალოდ კითხულობდა მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება. კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. გაშვება როგორი იქნება? რეფლექტორი იყო, ანტენა იყო და თან არ არის არანაირი უდიდესი და რაღაცა. არ არის. ანუ ძალიან კაი არის გააკეთე ხონსულის სამარა. აი არ ვიცი. უყურე იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებიც. ერთი დაგიბრუნებ, მაგრამ ქიმიის იმაზე შეეძლოთ, რომ ოქროს მოპოვება ქართულად უძველესად ქონდა ხოლმე და ნიკო არ არის არა ხო, კეთ ოქროს მოპოვება ქიმია რო აფეთქეს. საყდრის. საჩოურ. უყურე არ არის აუცილებელი ეს
ეს არის ხო გეუბნები ამ ეროვნულობის ასევე ესეთი ზედაპირული გაგება. ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის და ასე შემდეგ სახელმძღვანელოების ერთადერთი დანიშნულება არის ბავშვს შეაყვაროს ეს საგანი. ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა. რა საკვირველია? უყურე როგორი რაღაცა არის. როდესაც ბავშვს გინდა შეაყვარო ფიზიკა, მათემატიკა და რომელიღაც საგანი, აი ამ საგნებში, ამ მეცნიერებებში ისეთი ტიპები არიან, რომ ჩუდაკები, აი უცნაური ტიპები, რომ აი საოცარი ბიოგრაფიის ტიპები, რომლების აი ესე ვთქვათ, ბიოგრაფიების გაცნობა ან მათ მიერ გაკეთებული საქმეების აღწერას ისეთ სამყაროში შეყავს ბავშვი, ხო, რომ აი ერთხელ და სამუდამოდ დაავადდება, მოიწამლება ამამით. ეს ის ხო ვახტანგ პარკაძე ესეთი ის იყო პროფესორი მეცნიერების ისტორიკოსი, მკვლევარი და მას ჰქონდა წიგნები, აი ტომები გამოდიოდა ფიზიკოსების შესახებ. აი იქ ისეთ ამბებს წაიკითხავ, ისეთი ცდების აღწერა, აი რაღაც ისეთი უცნაურობები ამ მეცნიერების, რომ აი სულ გინდა რომ იმ სამყაროში მოხვდე და რაღაცა. ამით უნდა შეითრიო ბავშვი. ღვინის დაყენება ქიმიის სახელმძღვანელოზე ღვინის დაყენების უფრო მაშინ ჭაჭის გამოხდას ეკუთვნის, იმიტომ იქ დისტილაცია ხდება და ის სინჯარები და რაღაცეები და ესეთი ის, მაგრამ ამაზე არ არის ეს ამბავი, ხო? იქ რაღაც ისეთი ქიმიის სამყარო უნდა იყოს, ფიზიკის სამყარო უნდა იყოს, მათემატიკის სამყარო უნდა იყოს, ნაჩვენები მიმზიდველად, რომ აი ამან ჩაგითრიოს. ხო? ხო. და არა ის პაპასთან წავიდე და ქვევრს თავი მოვხადე და ღვინო დავჟოთ. ხო, ანუ აი რა უყურე. რატო? ხო, ანუ რასაც ქვია სამშობლოს სიყვარული, ტრადიციების, ფოლკლორის, ეთნოგრაფიის და ასე შემდეგ. ეგეც მოსაფიქრებელი არის და მაგას ცალკე სპეციალისტები და ცალკე ისჭირდება, ხო? მეტი ყურადღების დათმობა. თორე უბრალოდ დაზე დაახატო ყველა ამას რო შეყვე, ხო? აი ისეთ გრინჯობებამდე მიხვალ, ისეთ მე ისა რაღაც ეს ანეკდოტურ ამბებამდე მიხვალ, რომ ის იმის არის ესეთი მათემატიკის კრებული, სადაც საქართველოს ისტორიის ამბებით არის გაფორმებული და ყველა ამოცანაში, ყველა მაგალითში არის რაღაც საქართველოში რაღაც ხდება, ამბავი ხდება და რომელიღაც ისტორიულ თარიღამდე უნდა მიხვიდე. არის ესეთი კრებული გამოცემული და ცოტა ესეთი ის არის, ეგზოტიკური არის და რომ თქვა რომ ეს მათემატიკის მოყვარულების და მათემატიკის მასწავლებლების საყვარელი და ის სკანავი ჩაანაცვლა და ის სხვა ისინი ამოცანების კრებული არ არის ეგრე. ხო, იცი რა არის ძალიან იმამდე მიხვალ, კრინჯობამდე მიხვალ, რომ აი მაგალითად ის ფიზიოლოგიის სწავლებაში ის პავლოვს იმის გამო რომ ჩვენი კულტურა წამოვწიოთ, იქ თქვათ რომ პავლოვი ამ იმის ძაღლის გაღიზიანებას და ამ რეფლექსის იმას იწევდა ხაჭაპურით, როგორც ჩემმა ქართული აჭარული ხაჭაპურით ან ხინკლით ან რაღაც ეგეთი. ხო, ნუ ეს არის ძალიან ზედაპირული და ძალიან სწორხაზოვანი და პროვინციული დავამატებთ, იმიტომ რომ ჩვენც ნახევარ ყავს, რა თქმა უნდა, უმაგრესი ფიზიკოსებიც ყავს და გვეყოლებოდა და გვექნება, მაგრამ ნუ ეს არის აინშტაინი უფრო დიდი ფიზიკოსი იყო, ნუ დავეტოლებთ მაქს პლანკს და ვიღაც კი, ყოლია ფიზიკოსი ახლა უყურე როგორი რაღაცა არის. ეს არის დაზე რაღაცის დახატვა არის ძალიან მარტივი ამბავი, ხო? ნებისმიერ იმას დიზაინერს შეუკვეთავ ამ იმას გრაფიკოს და რაღაცას აგიხატავს, რასაც ეტყვი, იმას გააკეთებ, მაგრამ სინამდვილეში ფიზიკისადმი სიყვარულის გაღვივება, ფიზიკოსების აღზრდა, ფიზიკის სკოლის შექმნა არის ძალიან რთული, რაც ჰქონდა და განიავდა. არავინ თითითიძე არ დაადო რომ აი ეს რაც ჰქონდა და რა ფიზიკოსებსაც საქართველოს ზრდიდა და მე ცერნში და იმაში და ამაში მოდებული იყვნენ და განთქმული იყო ეს თბილისის სკოლა, აი მეორე კორპუსი უნივერსიტეტის და იქ გურამიშვილზე კიდე ეს ფიზიკის ინსტიტუტი, ხო? აი ეს დააბრუნი, აბა თუ მაგარი რეფორმის გამტარებელი ხარ და ის ახლა უბრალოდ რაღაც ის შიგნი რა წერია ამაზე ηλაპარაკე, ხო, ან კონცეფციებზე ηλაპარაკე, როგორ უნდა შეცვალო თვისებრივად დამოკიდებულება საბუნების მეტყველო საგნებისადმი. იმის იქით მე უბრალოდ იმ ეს არის ყველაზე ადვილი. არა, ამომდის, როგორი გახარებული იყო, რომ რა კარგ რაღაცას მიაგნო, როცა არაფერი არ გააკეთა საერთოდ და
აი გურამ პანჯიკიძის ის თვალიპატიოსანი არის იქ არის ის რომ ეკაიფებიან სცენარს რომ იმაშვება რომ მშვიდობაზე უნდა იყოს სცენარი და ის როგორ არის ბავშვები თამაშობენ და იმას იპოვიან ხელყუმბარას და ის იქუფრება ის დაძაბულობა შემოდის და ეს ბავშვები და სულ უფრო ბევრი და ბევრი გროვდებიან და რაღაც უტრიალებენ ამ რგოლს და იმას და იქნება ის მოლოდინის ასპენზი რომ ეს აფეთქდება მაგრამ ხო ის საოცრება რაღაცნაირად ბავშვები დაშლიან ამ ხელყუმბარას და უცბად ვიღაცა მიწას მოიტანს ვიღაცა რაღაც იმას და ქოთანათ აქცევენ და შეგინი ყვავილს ჩარგა. აი და იქაც ესეთი აღფრთოვანებით ის უსმენს და ეს დასცინიან. აი რაღაც ესეთი ხონდა იუმორის გზნობა. ხო. ხო და ასეთივე არის ისა რა ვიცი რომ აი ფორმებს შევკერავთ აი ფორმაზეც ის გერბი იქნება გამოხატული და რაღაც ეგეთი. ეს ფორმების სიდიდეაც ხო რაღაცნაირად ჩამოყალიბდა და მოკლედ ეს ფორმებს ვერ ავიცილებთ. აქამდეც სკოლებს, მთელ რიგ სკოლებს ჰქონდა თავიანთი ფორმა და რაღაცნაირად ართმევდა. მაგრამ ჩაერია აქაც სახელმწიფო და ახლა ესეთი რაღაცა ვნახე მე წავიკითხე და ამაზე ჩემხვდა კამათი და შენი აზრიც მაინტერესებს. ეს არ იქნება ბულემრივი მასალისაგან შეკერილი. ჩინეთში კერავენ და პოლიესტერის ის არის ახლა სანამ ქიმიის ახალ სახელმძღვანელოს დაბეჭდავენ და შევისწავლით ChatGPT-ს ვკითხე რა არის და ნუ ესე სინთეტიკა არის ახლა მე ისეთი ქალაქიდანვარ სადაც ამ ქიმიური ბოჭკოს უშვებდნენ და ნუ ეს ხდება აიაფებს იმას საქონელს და ნუ რაღაცნაირად რაღაცეების მიმართ გამძლია და ცვეთა ნაკლები აქვს და ასე შემდეგ მაგრამ არსად არ წერია რომ ეს არის გადასარევი მასალა და ისეთი განვითარებული ქვეყანა როგორიც საქართველო არის რომელსაც ევროკავშირისა და სხვა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისაგან განსხვავებით ეკონომიკური არნახული წინსვლა აქვს იმათ სტაგნაცია ჩვენ წინსვლა გვაქვს აი ასეთ ქვეყანაში ხო აი ამ მასალისაგან კერავენ და აქ წარმოჩინდება რომ როგორ ეს არის კარგი და რაღაც ისა და ChatGPT არ აქებს ესე გვიყვება რაც არის და ხშირად იყენებენ ბამბასთან ერთად კომბინაციაში და მე მგონი ესე თქვა 60-40 ესეთ თანაფარდობით 60% ბამბა ეს 40 ნუ კაი ავიღოთ 50-50 აქ რომ მე ვნახე ეს ახალი ამბავი სადაც ეწერა 72% არის ეს ანუ ძალიან მაღალი პროცენტი არის ხო და მაინც ესეთი იმათ შთამბეჭდავი და შესაშური ენთუზიაზმით და სიხარულით გვიხსნის რომ ეს არის გადასარევი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ფორმა პიჯაკი იქნება სარჩულით. ეგ რატო იყო მნიშვნელოვანი? ნუ არ ვიცი რომ იმიტომ რომ ალერგიის საწინააღმდეგო თუ ალერგიის არ გამომწვევი სარჩული ახლა უსარჩულო ანუ გვაძალებ თავს გვახებ და რაღაც რაც თავარია ხილები ექნება სულ ყველას ხილი იქნება და ხო დაახლოებით ამ მასშტაბით შეიძლება ეს პრეზენტაცია რომ ხო მან მე ორი სახელო ექნება და საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე რომელიც განაპირობებს ამ უბედურებებს შეიძლება თქვი რომ ჩვენი შვილების და ეგენ თავიანთი შვილებიც არ აკეთებენ ამას არაფერს არც ერთი ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს არც საჯარო სკოლაში დადის მაგათი შვილი არც უმაღლესი განათლების რეფორმა შეეხება რეფორმა არც არაფერი ეგ არის სხვისი შვილებისთვის გაკეთებული ზევიდან ყურებით რომ კაი ისქენი ბოთლი გაბერე არ არის საჭირო მეტი რაღაცა იცოდე რომელიმე გაუჭირდება და აქ ხო ამთავრებს საჯარო სკოლაში რამდენს დაყავს შვილი ალბათ რომელიღაცას კი მაგრამ უმეტესობას არ დაყავს რამდენი გააგრძელებს მე თავიდან ბოლომდე სწავლა საქართველოში თუ პირველი მეორე კურსიდან სადღაც სწავლენ და ჩამოვლენ და მე ესე იქნებიან ფორმას რამდენი შვილი იქნება შაცვა რამდენი პარლამენტარი იქნება რამდენი მინისტრი იქნება რომ შვილი სახში მივედა ეთქვის რომ იცი რამ ფორმამ შემაწუხა და ის დაფიქრდება რომ იქნება ეს არ უნდა გვექნა არც ერთი იმიტომ რომ ეგენი თავიანთი შვილებისთვის არ იღებენ გადაწყვეტილებებს მაგათ შვილებს სხვა ის აქვთ კარიერული წინსვლა ან კიბე ან რაღაც სხვა საშუალებები ეს არის ჩვენთვის დანარჩენი ხო ეგ იცი რა არის ხო რაღაცნაირად პოლიტიკური ძალისთვის რომელიც ხელისუფლებაშია თან მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში აპირებს დარჩენას ხო უნდა იყოს ეს გამოწვევა რომ აი რომელიღაც დარგის ხელმძღვანელი იმდენად არის ჩართული ამ დარგის განვითარებაში იმდენად დიდი წარმატებები აქვს რომ აი ამ დარგის მომსახურებას მოიხმარს ხო აი მაგალითად განათლების მინისტრს დაყავს შვილი
ადგილობრივი განათლების სისტემაში, ჯანდაცვის მინისტრო ჯვარიწერია ოჯახის წევრებს თუ შეერგმა ჯანმრთელობის პრობლემა, აი აქ და ეს საჩვენებლად და ასე შემდეგ, ხო? ყველა იმაში ეს მერის საჯარო ტრანსპორტით, საკრებულო ან რაღაც აი ის დეპუტატის რომ ამ დროს იციან გაიგე რომ რაღაც მთელი შემთხვევებში გამოსავალი ეს არის, მაგრამ მაინც ხისთვის ამბობენ. აი, როდესაც ის ხალბატონი პარლამენტის წევრი ამბობდა რომ ჯარიმებს იმისთვის ზრდითო და რაღაც მოკლედ ის იყო რომ ხალხი გადავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. ახლა ესეთი ადმინისტრაციული მეთოდებით და იმით სტიმულუსით, იმ ჯოხის ჩიჩქინით გადაყვანას ხო ჯობია რომ თვითონ გამოჩდნენ ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხო? აი ეცოდინებათ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავსეა. არ არის პრობლემა რომ ავტობუსები ცარიელი დაქრიან და გადაჭედილია ვერ დაждები თუ ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ დაждები თუ ისეთი ადგილიდან მოდიხარ სადაც 3 ავტობუსი უნდა გაუშვა და მერე ანა ეჭეჭყებიან არა. რაღაც მინდა მეტი ჯოხის თქმარ შავიდოდი ამ ავტობუსში, მაგრამ სავსე იყო და ვერავეთი. ხო, ეგ არის რა, აი ეს არის გამოწვევა. გამოწვევა რა, იცი რა არის, ლოგიკაც არის, ხო? თუ პატრიოტი ხარ, თუ შენ აი აქ მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევ და თან წარმატებებს აღწევ, ხო? აჩვენე ეს რომ შენ ენდობი ამ იმას, ხო, ამ სისტემას და ასევე რომ განათლებას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ რეფორმას ვამბობ, მაგრამ არ არის ეგ რეფორმა, ეგ რაც დეფორმას ამბობენ ხოლმე, მაგრამ ნუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. ვინ არ მიიღოს, მან ცალსახა იყო რომ გივი მიქანაძეს ამ იმაში მონაწილეობა მაინც არ ქონდა მიღებული, იმიტომ რომ რაშიც ქონდა მონაწილეობა მიღებული, რომ გარეკანებზე ღვინის დაწურვა უნდა გაიგო, ეთყობოდა რომ მაგის მოფიქრებული იყო, ან ოთახში იჯდა, როცა მაგას წყვეტდნენ, იმიტომ რომ ძალიან გახარებული გულიდან მოჰქონდა ესა. დანარჩენი რომ 4 იქნება თუ 3 იქნება, სკოლაში რამდენი კლასი იქნება, რამდენ ფაკულტეტი რა ის იქნება ქონდა თავისი სიტყვა, ნათქვამი. არ ქონდა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი. ანუ არავინ არ იცის. ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ ოთახში იყო, როცა ამაზე იყო მსჯელობა, მაგრამ არ მგონია რომ მარტო ეგ იყო. ხო, ვიშვება მაგას. წესით ხო არის ხოლმე რომ რაღაც აი პროცესი მიდის, რომ აი ამ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ან არიან კომუნისტი მემარცხენეები, პირსისხლიანი ნეოლიბერალები, ვიღაცა ტიპები იცი რომ აი თავისი ხედვა აქვს და მიყვებოდა შეიძლება ლანწყო თქვა რომ აი ძალიან არასწორია ამას რატო აკეთებენ, მაგრამ იცი რომ ამათკენ მიიშვერ ხელს რომ ამათ გააკეთეს. აქ გადაწყვეტილებას იღებს deep state. იმიტომ რომ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას რომელიც შეეხება თაობებს და რომლის მტკივნეული შედეგები შეიძლება კარგიც იყოს. იქნება 4 და საწვავამდე შემოციროს, მაგრამ არ ვიცი. ქართული deep state თუ ქართული deep state, ანუ ადამიანები, რომლებიც არავის აურჩევია, რომლის სახელებიც უმეტესობამ არ იცის ვინ არიან და რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც მე ახმოვანებენ ამხანაგები. ხო, და ეს არის, ეს რეფორმა რო არ არის და ვინც დაარქვა ეს დეფორმა, ალბათ ის უფრო მართალი იყო. იქიდან ჩანს რომ აი ურჩევნიათ რომ აი ეს გარეგნულ ნიშნებზე და ყდებზე და იმეებზე პიჯაკის იმაზე ემბლემებზე და იმეებზე ილაპარაკონ. სიღრმეშია შესვლა საჭირო, აი რასაც შენ ამბობდი და ის იმაში რო არის სხვათა შორის ის განათლების მიჩურინის ვაშლი მიჩურინის ვიჟო კოზლოვი აი ეს სიღრმეში ვერ შეხვალ, ვერ ილაპარაკებ. და ისედაც რომ აი ეს რომ მოიტანეს ეს ამბავი რომ რაღაცნაირად ამ კონკურენციას და ასარჩევს რომ ჯობია უალტერნატივო ერთი სახელმძღვანელო, აი ეს არის კიდე ამბავი რომ რა თუნდა ლაპარაკი. აი ისედაც ხო ესე დახაზეს რომ სიტყვაზე ერთ ისა 5 სასწავლებელს ჯობია ერთი სასწავლებელი იყოს ამ დროს 5 სასწავლებელი ერთმანეთთან კონკურენციაშია ფასებით, ხარისხით, იმით ამით რანაირად ჯობია. ანუ ამბანურ ჭეშმარიტებაზე ამბობენ უარს. აი 100 ავტორი რომ მუშაობს და ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო კარგ სახელმძღვანელოს დაწერს. რატომ არის ეს ცუდი და რატომ არის ის ვიღაც ტიპიც ამოწოლილი არის და აი მინისტრს რა ეს ამოუნება ყდაზე ის არყის სახდელი ქვაბი დავხატო თუ ისა ღვინის სარცხი, ხო? აი რატო იქნება? რა ლოგიკით იქნება უკეთესი, ხო? ჩვენ იმას რომ ლაპარაკობდით ნიკო ამ იმაზე რომ ეს დარგების ხელმძღვანელები თავიანთ დარგებს უნდა ერგონ და ისა, ხო? ახლა ხშირად არ ჩანს იმის იუსტიციის მინისტრი, რომლის განკარგულებაშიც არის ეს პენიტენციური სისტემა და ეს პატიმრების ბედი და რაღაცა, ხო, მაგრამ უყურე ჩემი დაკვირვებით
აი ხო ჩვეულებრივი თუ პოლიტიკისგან არის თავისუფალი სისტემა, ხო? და არ არის პოლიტიკური მიკერძოება. აი ის რატომ არ არის საკმარისი, რომელიღაც პატიმარი ცუდად გახდა, ხო? აი ესეთი მექანიკურად არ მოხდეს რაღაცნაირად მთელი საზოგადოების მობილიზება, აქციები, საუბედურება და ის და მე გადაყვანა საავადმყოფოში. ხო გადაყავთ მე სიტყვაზე ვამბობ, ხო გადაყავთ მე. რაღაცნაირად ხო თანხმდებიან, იმიტომ რომ თვითონ სისტემასაც ყავს თანამშრომლები, რაღაც კომპეტენციის მქონე, გარედან მოწვეული. ელენე ხოშტარიას ამბავზე მინდა რომ გადავიდე, ახლა შეიძლება ისეთი გადაიყვანეს და რაღაცნაირად ეს თემა დამთავრდა, მაგრამ მაინც არ არის. აქაც ყოველ ჯერზე არის საჭირო რაღაც ძალისხმევა. ესეთ რაღაცეებში ხო მექანიკურად უნდა მუშაობდეს. გახდა ადამიანი სუდად, ხო? გადაიყვანე. სულ არ უნდა ვიგებდე მე რომ აი ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანიც არ არის აღფრთოვანებული რომ ყველამ დიდმა და პატარამ გაიგოროთ სუდად აქვს და სუდად არის და ხო, როგორც ჩანს არ უყვარს, ეს პრივატული ადამიანია და ურჩევნია. რატომ უნდა გახდეს ეს მთელი ქვეყნის განსახილველი? მე აი აქ რომ ამბობდი რომ ამ უწყებაში ისეთი ადამიანები უნდა იყოს და ისეთი უნდა იყოს სისტემა ენდობოდა. აი კლინიკაში სადაც გადაყვავს, ხო? როგორ შეიძლება ამ კლინიკის ხელმძღვანელი აძლევდეს თავს უფლებას რაღაცნაირად ან იქილიკოს, ან რაღაცნაირად იხუმროს, აგდებულად მოიხსენიოს ამ პროცესი, ან თვითონ ეს ადამიანი, ხო? თავის პაციენტი ყოფილი არსებული ან მომავალი. ან საერთოდ ეს როდის აქეთ დამკვიდრდა რომ პატიმრის ჭირის უფალზე რაღაცნაირად გადავიდა დაცინვა მოსულა და ესეთ ხო აი ეს ყველაფერი დამკვიდრდა ხო და ხო შეიძლება თან ხო არავინ ითხოვს რომ სიტყვაზე არავინ ითხოვს რა ამ შემთხვევაში რომ რეჟიმი შეცვალეთ ან გავუშვით ან თავისუფლება ციხიდან გამოუშვით ან რაღაცა არის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე ლაპარაკი ხო გადაყავთ ანუ ხო ყოფილა საჭირო რა საჭირო იყო ეს ერთთვიანი ეს ისა მარათონი ხო გადაიყვანეთ და იქ იქნება რა უყურე როგორი რაღაცა არის ახლა რა ვიფიქრო მე ვისაც ესეთი ამდენი გამომქომაგებელი არ აყავს ვისაც ასეთი საჯარო ცხოვრება არ აყავს იმას რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება იმას გადაიყვანე? გიჩენს შეკითხვა. ხო, გიჩენს შეკითხებს ხო და ახლა ადამიანს თუ აქვს დანაშაული ჩადენილი, მისთვის არის ეს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული და არა ჯანმრთელობის მოსპობა და ის. ისევ და ისევ ჩელიაბინსკის რატო იქ არის იქ მოხდის პირობები, კლიმატური პირობები, ყველაფერი გამოიყენება პატიმრის დასასჯელად, ხო? თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, იმ ჯანმრთელობის პრობლემით შეგეძლო რომ გარეთ გეცოცხლა 50 წელი, იქ შეიძლება 2 წელიწადში მოკვდე. ხო, ესე არის. ისეთ კლიმატურ პირობებში, ისეთ რეჟიმში მოგახდევინებენ, რომ გაგინახევრებენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და თუ არა ვართ ჩელიაბინსკი, არ მოვიქცეთ ჩელიაბინსკივით მაშინ. ჩელიაბინსკია თუ ჩელიაბინსკია? მე მგონი ჩელიაბინსკი არის, მაგრამ როგორც შენ გინდა ისე იყოს. მე არასდროს მივედით უკვე ის ყველაზე საინტერესო მომენტამდე, კომენტარებამდე, ჩემონიკო. როგორც ვიტყვით, ანუ წინაზე რაზე გქონდა ლაპარაკი ეურო და საბჭოთა კავშირზე. როგორ დავალაგო, newest comment-ით დავალაგებ, ან ტოპით. მადლობა სწორი პოზიციითვისო, ლიკა ლაშქრია გვეუბნება კალასთან დაკავშირებით და ხო წინაზე მე ცოტა ის ხოდა რომ მარტო კალატოს ვახსენებდი და დატოც უნდა გვეთქვა მასთან ერთად, იმიტომ რომ ორივე ერთნაირად იყვნენ თავდასხმის ხერხლები, მაგრამ თავიდან რომ უყურებდი, უფრო კალატოზი იყო ხოლმე სამიზნეში და ამიტომ მოხვილებდი მაგაზე ყურადღებას. ისე სრულიად ვიზუალური შთაბეჭდილებით ტატო უფრო ის არის მებრძოლი და ის თავს არ დააჩაგვრინებს. კალატოზი უფრო ისეთი შვიდი და არც ერთი. არა ხო? თავის დაცვა არ გაუჭირდება. არ გაუჭირდება. ერთმა გამომარჩეთ. დათო შარაშიძე მეთანხმება, გუშინ წინ დავამთავრე ვიდეოს ბეიო და ნიკოს ვეთანხმები 20 წელი მუშაობდა პირველ სეზონზე შემქმნელი და იმედია მეორე სეზონიც კარგი გამოვაო. ამასობაში ჯიმი დაამთავრა ის სავლე. კი, სავლეს ხურება და ბოლოს როგორ მოეღო ბოლო და როგორი გაკრიმინალდა და სულ ხო, ბოლოს მე ვცდილობ ხოლმე რომ სპოილერები ვიკონტროლო, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება და მაგრამ მაინც ის ადამიანობის ხივი და რაღაცის მაინც აუმა მეკამი მაუ რანაირები ხარ დღეს დავიწყე ვიდეოს ბეი და Better Call Saul ერთად რატო არ შემიძლია თქვენი რეკომენდაციების გატარებაო.
იმიტომ რომ კაი რეკომენდაციები გვაქვს. ხო, მაგრამ იცი როგორი რაღაცა არის ნიკო, უყურე იმდენად ჩამთრევი და ის არის, რომ უყურე რო შეგეძლოს და დრო კონდეს და ფიზიკური გაძლების უნარი, სულ უყურებ რა და ახლა 6 სეზონი რო გაქვს ერთად და ბოლოში მე რეტან დაამატეს 10 კი არა 13 და რაღაცები და ეგეთი ხარა ცეცხლი გეკიდია. ლევან თუშმალიშვილი წერს სპოილერებზე წინასწარ დაიძახეთ ხოლმე რომ გადავახვიოთო და ხო ვცდილობ რომ გავაკონტროლო ყოველ ბოლომდე ვერ აულაგმე ეს ჯერჯერობით მაგრამ მუშაობთ მაგაზე მუშაობთ 11 ნიკა კერლინგზე ძალიან ხალისობ სოფლიო ჩემპიონატს YouTube-ზე 300,000 ადამიანი უყურებდით დგოგელია მარტო ერთი სპორტის ყურება რომ მომისაჯონო მაგაზე ხონდა ლაპარაკი კიბერსპორტს ავირჩევდიო რასო კიბერსპორტს რა შუტას კომპიუტერთან ისე ოტარი კორელი. შემოწუხებულ პრობლემებს რა დაალევს საქართველოში, მაგრამ ერთი უცნაური რომ ძალიან მაწუხებს, ძალიან მინდა ლამაზი ნახატების ხატვა, მაგრამ მათემატიკა, ფიზიკა და სამსახური, სხვათა შორის რუსთავში, ძალიან მიშლის ხელს, რადგან მთელი ჩემი დრო ამათ მიაქვთო. ინტუიციამ განახსოვრო თქვენს თუ გაერკვევით სიტუაციაში იგივე სიტყვითო. დაკუპრე, ჩემი ძმა ნაგაზი აქსუსი მომიკითხეთო. მოიკითხე აქსუსი. ნუ კითხვა აქსუსს. ჩვენი რამედის, რა თქმა უნდა. და ბოლოში კაი ჩამოვყევი, აუხალხო გადამრევ, თქვენ არ მიყვარს გაფეტიშებული საყოლა, მაგრამ თქვენგანაც რო ეგ სერიალი ჟღერდება, იძულებული ვარ მეც ვნახო რა ხდებაო. უტა ცაცაშვილი ვაფშე არ ახარ რას ლაპარაკობ ასზეო, კალატოსთან დაკავშირებით, კალას სხვა ბევრ რაღაცას შეიძლება აკრიტიკო, მაგრამ კვარა ძალიან უყვარს და უთაროდი თქვენ რომ არ უყვარს კვარა თქვენს მაგაზე ვლაპარაკობდით ხმასო ჩემო. რა თქმა უნდა. ნუ გეშინე ნიკო, ახლა შენ დაგიჭერთ ხარ. ანუ არა შეიძლება მე არ მომართავს და იმათ მიმართავს. რატომ მივიღე ჩემ თავზე არ ვიცი. რატომ მივიღე ჩემ თავზე არ ვიცი. მოდი იმათ მიმართავს. დღეს სულ ეს იყო? დღეს სულ ეს იყო, დაველოდოთ ფეხბურთის თამაშებს. უაზროდ შენ დაამთავრე, ვერ იმას შევ. რატო უყურო კაცო ფეხბურთსაც და ახლა ზაფხული მოდის და მე მგონი უკვე დაცხადა, ახლა სიცხეზეც ვიწუწუნებ ცოტას და კი. მოკლედ ნახვამდის, აბა მომავალ ხუთშაბათს.